ადამიანები, რომლებიც უკვე 37 დღეა იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, როგორც შენც უთხარი გუგამაყურებელს, ისევ დგანან ქუჩაში საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკვე გადაკეტილია ეს ქუჩაც და ხედავთ ადამიანებს, როგორ იკრიბებიან ისინი ამ ადგილზე. ტრადიციულად, როგორც გითხარით, ზუსტად 37 დღეა მიუხედავად ამინდისა, ყოველ დღე გამოდიან ადამიანები ქუჩაში და უცვლელია მათი მოთხოვნები. დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროისთვის გათავისუფლდეს პოლიტპატიმრებიც. დღეს, როდესაც ამდენი უსამართლოდ დაჭერილი ადამიანია ციხეში და ბათუმში არის ის უმნიშვნელოვანესი შენობა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო ქვია, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დღე ამ ხალხმა, დღეს შეიძლება ეხლა მოცემულ მომენტში აქ არავინ არ არის, თუმცა პოლიცია აქ არის, რომ ხედავდნენ, რომ ადამიანებს გვაწუხებს ეს და არ შევეგუებით იმ უსამართლობას და უკანონობას, რასაც დღეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ჩადია. დაწყებულია რეპრესიები, უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება მასიურად ამას ხალხი ვერ ხვდება, თუმცა მე მგონია რომ ხვდება უბრალოდ ესეც რეპრესიების ნაწილია, რომ ეშინიათ ამ ადამიანებს. დღეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც ქართულმა ოცნებამ არ უნდა გააკეთოს, მაინც შეგვიძლია, რომ ჩვენითაც დავორგანიზდეთ, თუ კონცერტი იქნება ჩატარებული, ამის შესუსიც გვექნება, რომ ჩვენით შევიქმნათ ამ ყველაფრის განწყობა. ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და ყველა პატიმარი არ იქნება გამოშვებული. ქართველმა ხალხმა უკვე ძალიან დიდი ხნის უკან უთხრა რუსულ მთავრობას, რომ უკვე აღარ არის მათი ადგილი საქართველოში და ეს ბრძოლა არ დამთავრდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდება საქართველოს ქართველი ხალხი ამ ტარვალებისგან, ამ რუსებისგან და ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულაცებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მონაპოვარ, რაც ქართველ ერს აქვს, ეს არის თავისუფლება შეეხო ჩვენ ნებებს. ჩვენს თავისუფლებას 38 დღეა ვდგავართ ქუჩაში, ვიდგებით მანამდის ქუჩაში, სანამ ხელისუფლება არ მოიტანს, არ დადებს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ეს აუცილებლად იქნება მიღწეული, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებას საერთაშორისო არც ერთი პარტნიორი არ დარჩა, გარდა ისეთი ქვეყნებისა, როგორიცაა ირანი და ჰეზბოლა და ესეთი ქვეყნები. როგორც უსმენთ, არავინ აპირებს, რომ დაუთმოს ამ ხელისუფლებას საქართველოს ევროპული არჩევანი, არავის ეშინია ყველანაირი ამინდის მიუხედავად ბათუმელები და არა მარტო ბათუმელები, თქვენც უსმენთ, რომ აქ უერთდებიან სხვადასხვა ქალაქებიდან დღეს თბილისიდან შემოუერთდნენ ამ ადამიანებს, ისე ვიდგებიან ქუჩაში, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და აქვე გეტყვით ერთ ინფორმაციას, რომ დღეს უკვე დაანონსდა ბათუმში შობასაც კი ახალი წლის მსგავსად ადამიანები ქუჩაში ხვდებიან, ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება ყველას მთავარი მოთხოვნა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.